შემოუვარდნენ, ესე იგი ყველაფერი ხო გადმოატრიალეს. გიორგი საკაძის და იმის ფილმები რო ხო იცის ყიზილბაში ვინმეებს ადგავენ რა კიბეებს და ესე რო ხტებიან ზემოდან იმები და აეგეთი შემოხტა. ხო 25 წელიწადი არის ეს კომპანია მოდის აბსოლუტურად საქართველოში ვისაც კომპიუტერთან შეხება ქონია, აბსოლუტურად ყველას ქონდა ალგორითმთან შეხება. 25 წლის კომპანია რომელმაც გაუძლო ყველა იმ საშინელ დროს რომელიც საქართველოში ტრიალებდა ბიზნესად შენარჩუნდა, განვითარდა და ზუსტად 3 თვეში აი ამ ადამიანებმა თავიდან ბოლომდე ასე ვთქვათ სპეცოპერაციით თუ სახელმწიფო მანქანის გამოყენებით გაანადგურეს აბსოლუტურად ნულზე დაიყვანეს. ასე გამოიყურება დღეს პირველი კომპიუტერული ქარხანა ამიერკავკასიაში. საწარმო განადგურებულია ასობით ადამიანი კი ვინც ალგორითმში მუშაობდა სახლში გაუშვეს. ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი, რომლის ოჯახმაც ალგორითმი 1999 წელს დააფუძნა, საქართველოში აღარ ცხოვრობს. დღეს ის პირველად პოსტსკრიპტუმს უყვება, როგორ გაანადგურა ქართული ოცნების ხელისუფლებამ მისი ყველა ბიზნესი. კომპანია მოკლეს პირდაპირ მნიშვნელობით 2013 წლის დასაწყისში გადაწყვიტა ახალ მთავრობა მაშინდე უნდა არჩევნების შემდეგ რომ ქარხანა საერთოდ არ უნდა იარსება. რადგან ეს ქარხანა იყო 2010 წელს გახსნილი წინა პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოუკლეს ბრენდი. გაანადგურეს ყველაფერი რაც შეეძლოთ რომ გაენადგურებინა. მთელი სახელმწიფო მანქანა ჩაერთო. ალგორითმის მოგუდვის ოპერაცია საქართველოს მთავრობამ 2003 წელს დაიწყო, როდესაც ერთი ბრძანებით ქართული წარმოების კომპიუტერებს სახელმწიფო შესყიდვებისაკენ გზა უბრალოდ ჩაუკეტა. მიიღეს მთავრობის დონეზე გადაწყვეტილება, რომ ყველა ტენდერში, სადაც ხდებოდა კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა, მოცემული ბრენდი, რომელიც უნდა ყოფილიყო მიწოდებული ტენდერის შესაბამისად, მოთხოვნა ჩაწერეს, რომ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მსოფლიო ბაზარზე 10 წლის განმავლობაში. რასაც თავისთავად ჩვენი ქარხანა არ აკმაყოფილებდა, იმიტომ რომ ქარხანა იყო 2010 წელს გახსნილი. ალგორითმმა გამოსავალი იპოვა და მთავრობას მისი პარტნიორის, კომპანია ლენოვოს წარმოებული კომპიუტერული ტექნიკის შეძენა შესთავაზა. ტენდერი მოიგო და ხელშეკრულებაც გააფორმა, რომ სახელმწიფოს ლენოვოს ბრენდის 12000 კომპიუტერს მიაწვდიდა. ლენოვომ საქართველოში 12000 კომპიუტერი გამოაგზავნა. თუმცა იმის გამო, რომ სანტენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კომპიუტერის მონიტორების მარაგი ლენოვოს აღარ ჰქონდა, მან ის ახალი მოდელის მონიტორები ჩაანაცვლა. ახალი მოდელი გამოვიდა იმ დროს, უფრო უკეთესი, ასე ვთქვათ, მოგებული ჰქონდა ტენდერში მარტივად რო ვთქვათ ხალხის გასაგებენაზე ჟიგული ჩამოუტანთ მერსედესი რეალურად. იგივე ფასში რა თქმა უნდა. უბრალოდ თქვენს რო არა ჩვენ ჟიგული. ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი გვიყვება, რომ ეს ცვლილება საქართველოს მთავრობამ ალგორითმის წინააღმდეგ გამოიყენა და კომპანიის ჩაძირვის გეგმა ამოქმედა. ეს ტენდერი აღმოჩნდა სამსახურეთა საბედისწერო იმის გამო, რომ ამ ტენდერის ასე ვთქვათ დამუშავებაში ჩაერთო არა კონკრეტულად სატენდერო კომისია, არა კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც უნდა ასე ვთქვათ ტენდერს ხელმძღვანელობდეს, არამედ პირდაპირ საფინანსო პოლიცია, პირდაპირ პროკურატურა. კორახაშვილის მტკიცებით, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი გაგა კირკიტაძე იყო ის პირი, ვინც მას ურეკავდა და მოგებული ტენდერის გამო საქმეებს ურჩევდა. ეს არის ფლეშკა, აქ არის ჩანაწერები, საფინანსო სამსახურის თანამშრომლები როგორ რეკავენ კერძო ბიზნესმენთან კონკრეტული საერთოდ სხვა სფეროს საკითხებთან დაკავშირებით და როგორ ახორციელებენ მუქარას, ამას თუ არ იზაო, ამას იზაო. და ასე შემდეგ. აქ არის ნაწილი პატარა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ნაწილი არსებობს და არის, მაგრამ სამწუხაროდ ახლა დღეს იმის დრო არ არის, რომ დღევანდელი პროკურატურა თავისი გენერალური პროკურორის და თავისი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არაფერსაც არ გამოიჩინა. ხო, გიორგი, ესე იგი, სიტუაცია ესეთია რა. ესე იგი, ან შეგვიძლია ეს დროებით ჩააბაროს კომპიუტერები და მასობრივად დაიღო ვალდებულება ამათ ჩანაცვლებაზე უსწრაფეს დროში და საფრთხე თუ არა და მაშინ ეს აიღო და ის გამოატანილო საფრთხე რა ისედაც მოუდებადია რა.
ანუ ერთი თვე და კონტეინერის ჩამოსვლა და იმის დრო არ არის. ეს გეუბნები ჩოთქავს რა. აი ესეთი გადაწყვეტილებაა რა. შენ ატონე დატონე ხა რა და ხო ნახევარ საათში შეგვიძლია პირველზე გადმომიდექი. რა სიტუაცია იქნება მითხარი რა. ჩოთქარ გადავწყვეტოთ, იმიტომ რომ პასუხსაც ელოდებიან რა. საფინანსო თანამშრომელი კირკიტაძე მირეკავდა და კერძო ბიზნესს, ასე ვთქვათ, უყენებდა თავის პირობებს. თუ ესე არიზაო, მაშინ ესე მოგივა, თუ ესე არიზაო, ესე მოგივა. ისა, მოკლედ ამ ლენოს ველაპარაკებს და შენ თავს იკრავენ, რომ აი პროცედურა ძალიან გაიწელება რა და ჩამოვალთო და ჩვენ თვითონ დაველაპარაკებითო იმათო ვინც თulis რომ ეს იმაზე უკეთესი არ არის. როდის ჩამოვალთ რა ეს არის? ამ კვირაში ჩამოვიყვანთ რა და შევახვედრეთ რა. იქ კვირაში ჩამო. პასუხს ვერ გადავწე, მაგრამ მე არ მგონია რომ პასუხი მოაყოფილი იყოს. მე მესმის, მაგრამ დამერწმუნე რომ აი ეს ვინც ეგ გადაწყვეტილება მიიღო დილას და გუშინ საღამოს რომ ვილაპარაკეთ და გავიაროთ სხვა იმაზე იყო შეჯერებული, იმიტომ რომ დამომტკიცეთ რომ ეს მონიტორი იმაზე უკეთესია. კანონის თანახმად თუ უკეთესია, ვალდებულია რომ მიიღოს. შენ ეს მითხარი შენი პასუხი რა იქნება გიორგი რა? ჩამოვიყვანა. გაგა ჩამოვა ის თვითონ ლენოვო და ეცოდა რომ დაუმტკიცოს. თუ ვერ დაუმტკიცა, მაშინ ლენოვომ უნდა უზრუნველყოს რეალურად ფინანსურადაც და არ ვიცი იმის ვალდებულება რომ ორ კვირაში თუ სამ კვირაში ჩამოვა და რაღაცას გამოცვლის, მაგას მე პირადად შანსი არ მაქვს, უნდა მოგატყუა, რაღაც უნდა გავაკეთო და ეს რამე გიქცა. მაგას რომ ძალიან ცუდი შედეგები მოყვება გიორგი ხოგარკაცოლიელებული. ვისი დავალებით რეკავდა და არჩევდა საქმეებს ბიზნესმენ კორახაშვილთან გაგა კირკიტაძე. დღეს ამ თემაზე ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანს ლაპარაკი არ სურს. მან ინტერვიუზე უარი გითხრა. საბოლოოდ მთავრობამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის საქართველოში ჩამოტანილი 12000 კომპიუტერის მიღებაზე უარი თქვა და ალგორითმი უდიდესი ვალების წინაშე აღმოჩნდა. დღეს კომპიუტერები საწყობშია და ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით მისი რეალიზაციის შანსიც კი აღარ არსებობს. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გამოსცემს განკარგულებას, რომ არასოდეს საქართველოს ისტორიაში აღარ უნდა იყიდონ კომპიუტერი Lenovo კონკრეტულად აი ამ სპეციფიკაციას. იმიტომ რომ ეს საქონელი მაქსიმალურად ჩარჩენილი იყო ჩვენ საწყობებში. ბიზნესმენი კორახაშვილი ყვება, რომ ეს მისი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ბიზნესის განადგურების ისტორიაა. იყო კიდევ ერთი ღვინის ქარხანა კახეთში, რომელიც კორახაშვილმა 2010 წელს VTB ბანკისაგან აუქციონზე იყიდა. იმიტომ რომ ჩემი ფინანსური ყველანაირი, ასე ვთქვათ, აქტივი გაეჩერებინათ და მოეკლათ, აღძრეს საქმე რაღაც უაზრო მიზეზით, რომ თურმე 2004 წელს თუ 5 წელს ერთმა დამფუძნებელმა აუყავა კრების ოქმის ოქმში ხელმოწერა მეორე დამფუძნებელს, თურმე მე იმ პირველ დამფუძნებელთან ერთად დამიგეგმია ეს ყველაფერი, რომ ბოლოს, ასე ვთქვათ, ეს ქარხანა გამხდარიყო 2010 წელს ჩემ ხელში გადმოსულიყო. ელემენტარულად აღძრეს საქმე. აქაც შეიტანეს თელავის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც არ დაუკმაყოფილა საფინანსოს და პროკურატურას ასე ვთქვათ მოთხოვნა, რომ დაეყემინათ ჩემი ქონება, იმიტომ რომ მე ვიყავი პატიოსანი მყიდველი და არანაირი შეხება მე არ მქონდა ჩემამდე რა ხდებოდა ამ ქარხანაში. თელავის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნამდვილი აბსურდის თეატრი დაიწყო. ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც მაშინ ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა, თელავში მდებარე ქარხნის დაყადაღების თხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მოსამართლემაც ყადაღა დაადო. ასე გააჩერეს ღვინის ქარხანა კახეთში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დროებით და გეგმა სულ სხვა იყო. 2013-ში ალბათ ერთ-ერთ ასე ვთქვათ თავრობასთან დაახლოებული ჯგუფს დაჭირდა ეს ქარხნის ასე ვთქვათ ხელში ჩაგდება. რატომ? იმიტომ რომ მაშინ უკვე ბაზრები გაიხსნა. ბაზრები გაიხსნა და უკვე ბუმი დაიწყო, ასე ვთქვათ, ბუმი დაიწყო ღვინის ყურძნის მიღების და ასე შემდეგ. ამ დროს ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილს ფინანსური პოლიციის მაშინდელმა მაღალჩინოსანმა ირაკლი შოთაძემ დაურეკა და უთხრა, რომ დაყადაღებული ქარხანა სხვა პირისთვის იჯარით უნდა გადაეფორმებინა. კი ბატონო, თქო, რანაირად გააკეთებთ ახლა ამ ყველაფერს, თქო, იმიტომ რომ სიხე-სამართლის საქმე აღზრული არ საჭირდება, მაშინ და დახუროს სიხე-სამართლის საქმე. დახურეთ მეთქი.
და კი ბატონო, ბაბა ნახოთ, გავაფორმე. პრობლემა არა, ეგრე არა. გიორგი კორახაშვილმა ქარხანა 2013 წლის 13 სექტემბერს გადააფორმა. კომპანია მაქტიკომიდან გამოთხოვილი მონაცემებით კი ირკვევა, რომ ქარხნის გადაფორმების წინ 10, 11 და 12 სექტემბერს მას რამდენიმეჯერ მართლაც დაურეკა მოქმედმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ. ამავე ამონაწერებში ჩანს, რომ შოთაძე ბიზნესმენს ქარხნის გადაფორმების დღეს ორჯერ, გადაფორმებამდე 3 და შემდეგ 1 საათით ადრე ელაპარაკა. კორახაშვილი ამბობს, რომ მას შოთაძესთან საუბრის და ძალოვნებთან კომუნიკაციის 10-ობით ჩანაწერი აქვს და მას მხოლოდ დამოუკიდებელ საგამოძიებო უწყებას გადასცემს. ეს მარტო ჩემს მიმართ არ არის, ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ არის გაკეთებული. ეს არის უზარმაზარი რეპრესიები, ეს არის არ ვიცი, განუსაზღვრელი ძალის გამოყენება სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესების წინააღმდეგ. ანუ საჩვენებელი ხალხი დასაჯეს ამ ხალხმა და აჩვენეს, რომ აი თქვენ თუ ესე არ მოიქცევით, თქვენ იგივე დაგემართებათ. ბიზნესმენის თქმით, სწორედ ამ სატელეფონო საუბრის დროს ის იუსტიციის სახლში დაიბარეს და იჯარის ხელშეკრულების გაფორმება აიძულეს. თუმცა იყო ერთი მთავარი დეტალი. საჯარო რეესტრის მონაცემებში ჩანს, რომ 13 სექტემბერს დილით ქარხანას თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ყადაღა ედო. 17 საათსა და 21 წუთზე გადაფორმების მომენტში ყადაღა მოხსნილი იყო. იმავე დღეს 20 საათსა და 3 წუთზე ამონაწერებში ჩანს, რომ ქარხანას ისევ ყადაღა ადევს და ისევ სასამართლოს განჩინებით. ჩნდება კითხვა, როგორ? რაღაცნაირად მოხსნეს ყადაღა. როგორ არის? არ ვიცი. ეს ან დიდი შეცდომა აქვს დაშვებული ამ ყველაფერში. ფაქტია, რომ კანონდარო ასე ის. ბიზნესმენმა გიორგი კორახაშვილმა კახეთში ღვინის ქარხანა ძალოვნების მოთხოვნით იჯარით შეპესე მარნისკარს გადასცა. ქარხნის ხელში ჩაგდების შემდეგ მარნისკარმა უკვე სახელმწიფო კომპანია გრუზვიმპრომთან გააფორმა ხელშეკრულება და მისი დაკვეთით ამ ქარხანაში ყურძნის გადამუშავება დაიწყო. იმ დროისათვის გრუზვიმპრომი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია იყო, რომელიც გლეხებისაგან დაბალი ხარისხის ყურძენს იბარებდა და ამუშავებდა. ანუ გამოდის, რომ კორახაშვილის ქარხანა სახელმწიფოს დასჭირდა და ხელში საგამოძიებო უწყებების საშუალებით ჩაიგდო. არის კიდევ ერთი დეტალი. კომპანია გრუზვიმპრომი, რომლისთვისაც ყურძნის გადამუშავება კორახაშვილის ქარხანაში ხდება 1 წლის შემდეგ გაიყიდა და კახეთის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით ის ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებული კომპანიის ხელში აღმოჩნდა. ასეთივე ბედი გაიზიარეს ბიზნესმენის სხვა კომპანიებმაც. დღეს მიწასთან არის გასწორებული მისი სასათბურე მეურნეობა წეროვანში, სადაც 2012 წლამდე რეკორდული რაოდენობის მოსავალი მოყავდათ. ახლა იქ ყველაფერი დანგრეულია. კომპანია საერთოდ მიწასთან გაასწორეს, ეგრევე შემოვიდანაც 800 მილიონები დააწერეს, უბრალოდ გააჩერეს, უბრალოდ მოკლეს, დაარიცხეს და დააგდეს და გადააგდეს. გააცამთვრეს მთლიანად, რაც კი ქონება არსებობდა ამ კომპანიებზე. რამდენიმე ხალხმა დაკარგა ელემენტარულად სამუშაო. დაახლოებით 2500-დან 3000 კაცამდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის აი ამ მიმართულებით, რომელსაც ლოპოტასველი კომპანია ლოპოტასველი ახორციელებდა. ბიზნესმენს ვკითხეთ, რატომ იძლია მთავრობამ მასზე შური და ყველა მისი კომპანია პრაქტიკულად გაანადგურა. კორახაშვილი გვპასუხობს, რომ ის ქართული ოცნების მიერ ბიზნესმენებზე გამოცხადებული ნადირობის მსხვერპლი გახდა. ნადირობა მიდიოდა შიდა ჯგუფებს შორის. ოცნების შიდა ჯგუფებს შორის მიდიოდა გავლენების. მე გამოჩნდა კიდეც ძალიან კარგად, რომელმა ჯგუფმა რომელ საჯობა, რომელი ჯგუფი გადააგდეს, რომელი ჯგუფი თქვათ ჩახსნეს და რომელი ჯგუფი დღემდე ასე თქვათ აკონტროლებს აბსოლუტურად ყველაფერს. ამოიღეთ, რამდენი გადაფორმება მოხდა, რამდენი იჯარით გადაცემა მოხდა, რამდენი ბიზნესის დახურვა მოხდა და რამდენი უცებ ახალი შექმნილი ბიზნესები წამოვიდა, თქვათ 2013-14-ის მერე. და ელემენტარულად მივხვდებით, რამხელა რეპრესიების ქვეშ გაატანეს ბიზნეს სექტორი ბატონი ივანიშვილის მთავრობამ მაშინ. კორახაშვილი ახლა მისი უფლებების დაცვას სასამართლოში ცდილობს. ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ მისი ერთ-ერთი კომპანიისათვის დაწერილი 15 მილიონიანი დავალიანება 4 წლიანი დავის შემდეგ 200,000-მდე ჩამოიყვანა. ახლა ამის შედეგი. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა პირდაპირ პროპორციული პარტიულ ხაზინაში შეტანილი ფული შემდეგ ტენდერში მოგებულ თანხასთან? მიხეილ სესიაშვილი შეეცადა გარკვეულიყო რამდენი თავისუფლება
გამომწიფალეა ქართული ბიზნესი პოლიტიკისაგან და პირიქით.